ქართული პროტესტი გახდა 600 დღის. რგვალი თარიღია და აუცილებლად აღსანიშნავი. 600 შეიძლება 700-ად იქცეს, ან 800-ად, გულზე ხელი დავიდოთ, არავინ არ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ ამ 600-მა დღემ არ მისცა რუსულ რეჟიმს საშუალება, რომ ბოლომდე შეეცვალა და ბოლომდე ჯიბეში ჩაედო ქვეყანა. ამიტომ ეს 600 დღე აუცილებლად შევა საქართველოს მომავალი ისტორიის სახელმძღვანელოებში. ამ 600 დღეს აუცილებლად აუგებენ მონუმენტს. ეს 600 დღე აუცილებლად გახდება 600-700 კიდევ ერთხელ არ ვიცი სამწუხაროდ რამდენი. აუცილებლად გახდება მომავალი საქართველოს სიმბოლო. ვიღაცა იტყვის ახლა 600 დღე ქუჩაში ვიდექით და რა მოვიგეთ, რა მივიღეთ. მოიგეთ. ის რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. მოიგეთ. ის რომ საქართველო ჯერ კიდევ ახსოვთ. ევროკავშირში ახსოვთ საქართველოში, ერთებულ შტატებში, ავსტრალიაში ახსოვთ საქართველო. მოიგეთ. ის რომ ამ 600 დღისა და ღამის განმავლობაში არც ერთ ღამეს ბორე ევანაშვილს მშვიდად არ დაუძინია. ყოველ ცისმარე, ყოველ დღე, ყოველ ღამე ფიქრობს იმაზე, კიდევ რა შეიძლება ჩაიდინოს, რა ჭანჭიკებს უნდა მოუჭიროს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩიდან გაყაროს და შეყაროს სავარაუდო ციხეში. კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ სამოქალაქო პროტესტი საბოლოოდ მოკლას. თითქოს ყველაფერი ჩაიდინა, რაც ჩაიდინა თავის დროზე ლუკაშენკომ. თითქოს ყველაფერი ჩაიდინა, რაც ჩაიდინა პუტინმა. მაგრამ ბელარუსებისგან და რუსებისგან განსხვავებით, ქართველები ჯერ კიდევ დგანან. ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ უკეთესი საქართველო შესაძლებელია და ქართველებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ უკეთესი საქართველო შესაძლებელია. აი ეს მოიგო ამ 600 დღემ. ამიტომ პერსონალური მადლობა ეკუთვნის განსაკუთრებით იმათ, ვინც ქუჩაში დგას შეუპოვრად, ჯიქურად და ჯიუტად. თბილისში, რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ნებისმიერ ქალაქში, გორში, იქ სადაც პროტესტი მიდის. ეს ადამიანები არიან 21 საუკუნის მარო მაყაშვილები და ქაფუცა ჩოლოყაშვილები. ზუსტად ეს არის, რაც აცოფებს ამ რეჟიმს. შეიძლება თვითონ ქუჩაში გამოსული ადამიანები არ ფიქრობდნენ, რომ მარო მაყაშვილები არიან ან ქაფუცა ჩოლოყაშვილები, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაზე კარგად ბორე ივანაშვილს ესმის. ყველაზე კარგად ეს ესმის პროჭორვილელებს და ამიტომ არიან, რომ გაცოფებულები ებრძვიან თუნდაც იმავე მარო მაყაშვილის ხსოვნას. ემან ვინმე არ იფიქროს, რომ მაგალითი აიღოს საუკეთესო ქართველებისგან და საუკეთესო ქართველების ბრძოლისგან. ეს 600 დღე ნამდვილად ბევრია. 600 დღე ნამდვილად რთულია, მაგრამ ეს 600 დღე რამდენადაც რთულია, რამდენადაც ბევრია. აუცილებლად მისალოცია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მასში მონაწილეობდა. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არ აპირებს ფარხმალის დაყრას და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იდგება და ასე ქუჩაში ბრძოლით შეხვდება ახალ მომავალ უკეთეს საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა და გამარჯობა ყველას.